კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურის მატების გამო შვედეთსა და ნორვეგიაში მყინვარები დაჩქარებული ტემპით დნება. 2024 წელი ევროპაში რეკორდულად ცხელი იყო, მყინვარებმა საშუალოდ 1,8 მეტრი დაიხიეს უკან. გლაციოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მყინვარების გაქრობამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შედეგები გამოიწვიოს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ პატარა ყინულის მასებს. ისინი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ენერგიისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, წყალმომარაგებისთვის, ყველაფრისთვის. მთებისა და ალპების მთელი ეკოლოგია დამოკიდებულია ამ წყალზე, რომელიც მოდის და მიდის. წელს ძლიერმა თოვამ ხელი შეუწყო მყინვარების ოდნავ აღდგენას, მაგრამ პროფესორი ნინა კირხნერი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დროებითია და საფრთხე ისევ არსებობს. მთავარია არ ვიფიქროთ, რომ რადგან ზამთარში თოვლია, საფრთხე აღარ არსებობს. გრძელვადიან პერსპექტივაში მყინვარების ფართობი შვედეთში შემცირდება. კლიმატის ცვლილების სამთავრობათა შორისო ექსპერტთა ჯგუფი გვაფრთხილებს, რომ თუ ასე გაგრძელდება 2100 წლისთვის შვედეთის 5 მყინვარიდან 4 საერთოდ გაქრება ან მისი ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდება.